რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ასევე ადგილზე მყოფმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა განაცხადეს, რომ 19 ივლისს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნების მიმართ ერთობის მარში ჩატარდება. მოგესალმებით ქუთაისიდან. დღეს ადგილობრივები და პროდასავლური პარტიის წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენ ურყევ ერთგულებას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობისა და მისი პრინციპებისადმი. დღეს ხელისუფლება მიტაცებული ყავს ერთ ადამიანს, ამიტომ შესაბამისად 19-ში ვიკრიბებით თბილისში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ დიდ ერთობას საქართველოს დიდი წინააღმდეგობის მიმართ. ქუთაისში წარმოდგენილი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჩვენ პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, უცხადებთ ურყევ ერთგულებას ამ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც არის უპრეცედენტო საქართველოში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ანტიქართული, ანტიევროპული და ანტიდასავლური ძალა, რომელიც არის ივანიშვილის სახით წარმოდგენილი. ამისთვის უარს ვეუბნებით, რა თქმა უნდა, ადგილობრივ არჩევნებს, რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციას და ეს ყველაფერი მხოლოდ რეჟიმის ცვლილებით არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი. ამიტომ 19-ში საღამოს 7 საათზე თბილისში ყველას ველოდებით იმისთვის, რომ ნათლად დავანახოთ საზოგადოებას, რომ არსებობს ივანიშვილის რეჟიმს. დღეს ჩვენ აქ შეკრებილი საზოგადოება ჩვენს მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ უარს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც არის რეალურად რუსული სპეცოპერაცია. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის შემდეგი. ჩატარდეს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთდით 19 ივნისს 7 საათზე დაგეგმილ აქციაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ჩვენი ერთობლივ ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ რვა პარტიის ერთობა, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საქართველოში დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს. ჩვენი მოთხოვნები და მიზანი უცვლელია რიგგარეშე არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, რაც საშუალებას მოგცემს იმისა, რომ ქართველმა ხალხმა რეალურად დააფიქსიროს თავისი ნება. თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობის მიღება ნიშნავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ყველანი ერთობლივად 19-ში თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ აქციებს და სოლობებს ვუერთდებით, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი უცვლელი პოზიცია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ხელისუფლება მიტაცებული ყავს ერთ ადამიანს და რამდენიმე ადამიანის ჯგუფს. ამიტომ მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ არ გვეშინია ბრძოლის, თუმცა აბსოლუტურად ვიაზრებთ, რომ ამ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და ამას ვადასტურებთ ერთად პროდასავლური პარტიები. ვფიქრობთ, რომ ქვეყანა მიდის ცუდი მიმართულებით, ამიტომ სასწრაფოთაა საჭირო მდგომარეობის გამოსწორება და ამაში ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ვუერთდებით და ერთგულებას უცხადებთ იმ უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც შეიქმნა საქართველოში და პარალელურად, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებით ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც რეალურად არის რუსული სპეცოპერაცია და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ასევე გავაცხადებთ და ახლაც ვამბობ, რომ 19 საათზე თბილისში 19-ში ველოდებით ყველას, თუ ვანახოთ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი არის ეს მარში იმისთვის, რომ ყველას ნათლად დავანახოთ და ვუთხრათ უარი ამ რეჟიმს. ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მიტაცებული ყავს ეს ქვეყანა და ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას. ამიტომ ეს მარში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ველოდებით ყველას 19-ში 7 საათზე თბილისში.